გამარჯობა ხალხო, ესე იგი, დავუბრუნდით. ეხლა არის დილის 9 საათი. კარგად მეძინა. ყველაფერი კარგად მიდის, შესანიშნავადაც კი გუშინ გიგოსთან ჩაიწერა ვიდეო, რომელიც მისახსი აუცილებლად დაიდება. ჩემს დაიდება დღეს დილას. ეხლა წავდავაიდით ცოტა ხანში. მაგრამ თან გიგოს სახზე დაიდება უფრო ცლად. ასევე, როგორც კი დაიდება მისი ვიდეო, კომენტარებში წავუყინავ რა თქმა უნდა. ასევე გადავიღოთ კიდე ერთ ვიდეოს ჩემი არხისთვისაც დიდი იმედი მაქვს ცოტა ხანში. მაგასაც დაველოდოთ, უფრო ხანგრძლივი პროცესი იქნება, ასე ვთქვათ, თავისი ლაპარაკით და ყველაფრით დარბაზში. ახლა რა ხდება რა? წერა დავიწოვნე უზმოზე. ვართ 78 და 200. 78 ჩავთვალოთ, კარგი. რა ვიცი, მე ყველაფერი კარგად მიდის. ნახო დილის ფორმა ახლა როგორი არის უცებ. ოპა. ასე გამოვიდა ყველაფერი. ცოტა გავაჭიროთ აქეთ. ესე იგი, ასე გამოვიდა ყველაფერი. ეს არის ჩვენი დილის ფორმა. ყველა გუშინ გავიმზადე, ესე იგი, გეგმები ყველაფერი შეიცვალა. ძალიან ბევრი ახალი რაღაც მოხდა. რომელსაც აუცილებლად გაეწყვით, გაგაცნობთ ყველაფერს ცოტა ხანში. ეხლა წავიდეთ კვება ვჭამოთ, თან ვიდეოს დავაედიტებ. დღეს არის ბოლო დღე, როცა შვიას ვჭამ, იმიტომ რომ ტრენერმა მითხრა, ჩვენმა ახალმა ტრენერმა, მოკლედ ესეთი ამბებია. აუცილებლად ყველაფერს დეტალებში გეტყვით, მოგვიანებით. შვია ამოვიღეთ, უბრალოდ ახლა გუშინ გამზადებული მქონდა უკვე დრემონდელი კვება. და რო არ დავაეცო, იმ კვებას ჩვეულები მივირთვე და მე უკვე დავიწყებთ ყველაფერს კარგს. როგორც გეგმაში არის გაწერილი. ესე იგი, წავედი ახლა. ესე იგი, ეს არის ჩვენი პირველი კვება. 5 კვერცხის ცილა, 1 გულით, კიტრი პამინდორი. აქეთ ორენაითი ვაცი გავაკეთე პროტეინით, რომელსაც ამოვიღებთ აუცილებლად აღარ გვიქნება ეს უბრალოდ ბოლო დღე იყო და მომიწია ასე ვთქვათ, ეშველება მაგას ეგ არაფერი. აქ გვაქვს 2 გრამი მარილი დამატებული, რომელიც გადავედით ჰიმალაის მარილზე და არა ჩვეულებრივზე, მაინც რომ. ავედი ახლა ამას შევჭამე და ნაგიბრუნდებით მერე. ესე იგი ხალხო, პირველი საათი გახდა. 2-ზე მაქვს ქართული, როგორც მახსოვს, სწორად მახსოვს, არ ვიცი. ცოტა ხანში ეხლა გავიმზადებ უკვე საჭმელს რა, ბრინჯი გვექნება 80 გრამი ქათმის ფილესთან ერთად. და ცოტა ხანში გესაუბრებით ყველა იმ თემაზე, რაც გუშინ მოხდა. და გუშინ აი მართლა სასწაული ამბები მოხდა. აი აუცილებლად გესაუბრებით მაგ ყველაფერზე. გეგმები შეგვეცვალა ძალიან ბევრი რამე და მოკლედ ნახოთ როგორ იქნება რა. თლიანი მზადება თავდაყირა დადგა. აი, ოღონდ კარგი გაგებით. თავდაყირა დადგა, კარგი გაგებით. მოკლედ, შევხვდებით, აუცილებლად გესაუბრებით მაგ თემაზე ცოტა ხანში. ეხლა საჭმელს გავიმზადე, უბრალოდ მაჩქარება რა. და
ცოტა ხანი ვნახოთ მერე რა იქნებოდა როგორ. წავედი. ესე იგი, აქ არის ჩვენი ბრინჯი გამზადებული ქათმის ფილესთან ერთად, როგორც ყოველთვის კლასიკურად. კვება იგივე გვაქვს შეჯერობით, მხოლოდ შვრია შეგვეცვალა და დილით გვაქვს 80 გრამი წიწიბურა შვრიის ნაცვლად. მოკლედ ამას ახლა მე შევჭამ და ეგ იქნება რა. ესე იგი, ქართულს გავდივართ. მოვიანთ ხოლმე ეგ არის. რაზე მინდოდა ლაპარაკი რა. ესე იგი, წეგან ვთქვი რომ გეგმები შეგვეცვალათ ხო ძალიან ბევრი რამე, ესე იგი, ახლა ძალიან ბევრი რამე შეგვეცვალა. შეჯიბრი, როცა გავდიოდით 22 ივნის, ისევ გავდივართ. 22 ივნის ჩვეულებრივ ჩვენ შეჯიბრზე. მაგრამ ამასობაში ჩავთეთ კიდევ ერთი შეჯიბრი. 7 ივნის ჩატარდება GFC-ის ჩემპიონატი, სადაც მივიღებ მონაწილეობას დიდი ალბათობით 80%-ით დარწმუნებული ვარ, რომ მონაწილეობას მივიღებ. სხვა რა ხდება ესე კიდე. ჩვენი მომზადება დაიწყო ატო ჯორჯიძემ, ძალიან დიდი მადლობა მას. ჩვენი ოფიციალურად ტრენერი გახდა. გადავედით ის მსახიობზე, მოკლედ ესე იგი. ყველაფერი კარგად მიდის, საუკეთესოდაც კი შეიძლება ითქვას. მართლა არ ვიცი. ესე იგი ამ სეზონზე მექნება ჩემი პიკი ჯერჯერობით, რაც კიდეს მქონია. ყველაფერს გავაკეთებ რომ მაქსიმუმი ჩავდო და მაქსიმუმში გულისხმობ რომ მართლა მაქსიმუმი. არანაირი დარღვევა, არანაირი პატარა რაღაცა წახემსება, რასაც მეტყვი, იმას გავაკეთებ. მაქსიმალურად. ყველაფერი ეს დანამატებიდან დაწყებული, ვიტამინები დამთავრებული და სხვადასხვა რამე, კვებით დამთავრებული. მოკლედ ეს იყო და ეს რითაც მინდა დავჯერჯერობით. მე კიდე თუ რამე გამახსენდება აუცილებლად ჩავთვალ და ვიტყვი. წავედი ახლა ქართულზე ჩავგორდებით და ეგ არის რა. ესე იგი გავიმზადეთ აქ მთელი დღის კარტოფილი და ქათმის ფილე. ეს არის 1 კილო გაყინული ქათმის ფილე, რაც დარჩა დაახლოებით 600-700 გრამი იქნება. აქ გვაქვს 600 გრამი უმადაწონილი კარტოფილი. ამას მთელი დღის კვებაზე გავყოფ და შეიძლება ხვალისთვისაც დავრჩეს. ვნახოთ მოკლედ როგორ იქნება. აქ შევიძინე ესე იგი ჰიმალაის მარილი, გადავედი ამ მარილზე. იმიტომ რომ ჩვეულებრივი მარილი არ იხმარაო. ესე მითხრა ტრენერმა, იხმარი ჰიმალაის ვარდისფერი მარილიო. ყველაფერს უჯერებ, ამ პრებზე ყველაფერს მაქსიმალურს ვცდილობ და მაქსიმალურს ჩავდებ. ბოლომდე მინდა ჩემი თავი გავწვირო, ყველაფერს და მევხედავოთ. ესე იგი, ამას ახლა გავიკეთებ კვებას. მე 2 კვება მივიღეთ, მესამე კვებაზე გვექნება 300 გრამი კარტოფილი და 200 გრამი ქათმის ფილე, რომელსაც აი ფრაიერში გამოვაცხობ ახლა და დაგიბრუნდებით შემდეგ უკვე გაკეთებული კვებით. ესე იგი, გავიმზადეთ კვება, ასე გამოიყურება. ახლა YouTube-ში რამეს ვიპოვი ჩავთავ და ეგ იქნება რა. ესე იგი მეგობრებო, რა ცვლილებები გვაქვს? წერან მანქანაში კი ვისაუბრე, მაგრამ ესე იგი დანამატების მიღება დავიწყეთ, კიდე ეგ არ მithქვია. ჯერ არ დამიწყია, მაგრამ უნდა შევიძინო. კომპანიები არ გვეხმაურებიან, არც ის გამოგვეხმაურებიან დიდი ალბათობით, იმიტომ რომ ახლა ვისაჯანდაბად უნდა ჩემი დასპონსორება ან რამე. ხო და ესე იგი დანამატების მიღება დავიწყეთ, რომელსაც შევიძენ. ესე იგი გვექნება გლუტამინი, არჯინინი, კიდევ გვექნება C ვიტამინი, ვარჯიშამდე, კიდევ გვექნება კიდე რეები, მოიცა. პროტეინი ჯერ გვაქვს, ჯერ არ ამოვიღებთ, მაგრამ ბოლო კვირებში უკვე ამოვიღებთ დიდი ალბათობით, იმიტომ რომ ეს whey პროტეინია და არა იზოლატი. ამას შაქარი აქვს, იზოლატს არ აქვს. ეს განსხვავებაა მაგორ შორის. კიდევ ესე იგი რაღაც პატარა წამლები არის, რომელიც აფთიაქში იშოვება, რაც დამეხმარება ენერგიისთვის და სხვადასხვა რამისთვის. სახელები არ მახსოვს, რაღაცნაირი სახელები ერქვა. ну, მოკლედ მე ყველაფერს რო შევიძენ, ყველაფერს განახებთ რა. ეხლა მთავარი რაც არის, რაც გვჭირდება არის არჯინინი, ბეცია გლუტამინი და თუ ფული იქნება დასაშვალება EAA, ანუ EAA რა, ესე იწერება. ხო, მოკლედ ესეთი ამბებია, ბოლო კვებაზე ხანდახან რა, ბოლო კვებაზე ესე იგი ჩვეულებრივად ქათმის ფილე რო ქონდა ხოლმე 100 გრამი,
შევცვალეთ 250 გრამი თევზი გვექნება. თევზი, როცა საშუალება იქნება მაგ შემთხვევაში რა, რად საჭირო არ არის კვებაში, მაგრამ უკეთესი იქნება რომ შევცვალოთო. ამიტომ ახლა მომეპოვება ორაგულის ფილეები მაქვს ნაკიდი სპეციალურად გაყინული, რომელსაც ამ საღამოს გავიკეთებ დიდი ალბათობით და მოკლედ ესეთი გეგმებია რა. შვრია ამოვიღეთ, სხვა რა ვიცი კიდე რა შეიძლება. შვრია ამოღებულია, რომ ჩავსვით 80 გრამი წიწიბურა მაგის ნაცვლად. მოკლედ ყველაფერი წავა გაწერილად, ყველაფერს დაველოდებით, მოვლენებს. შეჯიბრი გვაქვს 29 დღეში, 4 კვირაში, ანუ რომ უნდა ქონოდა 6 კვირაში და 4 დღეში, 6 კვირა რო იყო დარჩენილი. მეორე შეჯიბრი, სადაც გავდივართ, სადაც მივიღებთ მონაწილეობას 90%-ით, ტარდება 7 ივნისს თბილისში, კონკრეტული ადგილი არ მახსოვს, რაღაც, მე მაგას კიდე გავარკვევ, რაღაცები. მოკლედ, ეს იქნება ჩვენი უბრალოდ ტესტი, გატესტვა ფორმის, ჩატვირთვის და 1000 სხვადასხვა ესეთი რამის. მოკლედ დაველოდოთ სიტუაციას, როგორ წავა. ერთი სული მაქვს უკვე ვეღარ ვითმენ. ნახოთ, ეხლა თან კვებასაც ვიმზადებ. air fryer-ში წვევა, ისევ ჩვენი ქათმის ფილე და კარტოფილი. მოკლედ. ესეთი ამბებია რა. 7-ში გვაქვს შეჯიბრი, 22-ში გვაქვს შეჯიბრი. და კონკრეტ ყველაფერი უკვე ერთი სული მაქვს რა, მართლა ამ შეჯიბრზე ვაკეთებთ მაქსიმუმს. მე შეჯიბრის მერე ფორმას არ ვაფუჭებთ, ვინ არჩუნებთ, ყველანაირად ვცდილობთ 1-2 დღე დაგვექნება დარღვევად ჩვეულებრივად, მაგრამ მე ისევ რეჟიმი მკაცრი. იმიტომ რომ ჩვენი მიზანი არის უმაღლესი მწვერვალები, უმაღლესი წერტილები. ეს არის ჩემი ოცნება და ამ ოცნებას აუცილებლად დავიხდე. მარტო თუ თქვენთან ერთად მაგას ნახავთ მე უკვე მომავალში როგორ და რა იქნება. ესე იგი, ესეთი ამბებია, მოკლედ ძალიან მიხარია პირველ რიგში. ერთი სული მაქვს რა მართლა უკვე რა წარმომიდგენია. ესე იგი, რომელ კატეგორიაში გავდივართ? გავდივართ men's physics-ში, ყველა ვარიანტში 100%-ით გავდივართ, რომ men's physics-ში 100%-ით გავდივართ და თუ ყველაფერი კარგად წავიდა, კლასიკსაც გამოვკრავთ ხელს. ჩემი რა მიდის, ანუ ჩემი არაფერი არ მიდის. უბრალოდ 50 ლარს დავამატებ, კატეგორიას დავამატებ და ეგ იქნება რა. ცოტა ბიუჯეტში კარგად ვიწურებით ამ სეზონზე. და ამ შეჯიბრებების გამო, ამ მეორე შეჯიბრის გამო კიდე. მაგრამ ღირს. ჩემთვის ეს ღირს პირადად. სხვისთვის შეიძლება არ ღირდეს, მაგრამ ჩემთვის ეს არის ჩემი არ ვიცი, life goal-ი არის ეს რა, ეს არის ჩემი ოცნება და მოკლედ ამ ოცნებაში ყველაფერს ჩავდებ და ყველაფერს ჩავაქვსო რაც შემიძლია. მოკლედ ღმერთის წყალობით ყველაფერი იქნება, როგორ განვითარდება მოვლენები, ყველაფერს ერთად გავიგებთ, როგორ შეიცვლება ფორმა, როგორ განვითარდებით და ასე შემდეგ. წავედი ახლა მე კვებას რო გავიმზადებ, კიდე ჩაგერთვებით. და არა გავიწლეთ, გამოვიწეროთ არხი, დავოლაიქოთ ვიდეო, ესეთ მე პატარა ბიცეპსი მაქვს, მაგრამ თქვენ ამაზე აჯერ დიდი გექნებათ ჩვენი დევისი. წავედი ახლა მე მოკლედ შეხვედრამდე. ესე იგი დავბრუნდი. ესეც ჩვენი კვებაა. აქეთ თაზოს დარღვევის დღე, აქეთ ჩემი კარტოფილი. ეს არის დარბაზამდე კვება. ამას შევჭამთ და მე რა კიდე ჩაგერთვებით რა. როცა საჭმელს ხედავ უკვე ვეღარ ვლაპარაკობ ისევ რა. ამიტომ ბევრს არ ვილაპარაკებ. წავედი ახლა და მე მოვალ.
she cries to the clicking of time, of time. Waiting in the fire, waiting in the fire. Waiting in the fire, waiting in the She weeps on my arm, walking to the bright lights and sorrow. Oh, drink a bit of wine, we both might go tomorrow. Oh, my love, and the rain is falling, and I believe my time has come. It reminds me of the pain I might leave behind. Wait in the fire, wait in the fire. Wait in the fire, wait in the and I feel them surround my name. So easy to know and forget with these kiss. I'm not afraid to go, but it goes so while this town is busy sleeping, all the noise has died away. I walk the streets to stop my weeping, 'cause she'll never change her ways. But don't fool
try to find the will to forget her somehow. I think I've forgotten her now. Her love is a rose pale and dying, dropping her petals in vain, I know. All full of wine, the world before her was sober with no place to go. Don't fool yourself. She was heartache from the moment that you met her. My heart is frozen still as I try to find the will to forget her somehow. She's somewhere out there now. ისე იგი ხალხო, სახში მოვედით. ნორმალური ვარჯიში იყო. კვება გამიმზადე. ბოლო კვებაზე გვაქვს ესე იგი 80 გრამი ბრინჯი ჩვეულებრივ. უბრალოდ ქათმის ფილის ნაცვლად გვაქვს 250 გრამი ორაგულის სტეიკი. კიდევ ესე იგი მარილი ჩავსვით 2 გრამი დავამატეთ და მოკლედ ეგ არის რა. ეს არის ჩვენი კვება. და ამ კვებაზე ზეითუნისაც ავარხმარებთ. აი, ასე გამოიყურება ჩვენი ბრინჯი და ორაგული. აქეთ უყურებთ გიგის. აქეთ ორაგული. დავედი ხა მოკლედ შევჭამ და ეგ არის რა. დავწვევი დავიძინებ. კარგად იყავით ხალხო. შვიდომიან დღეს გისურვებთ.